სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. უპირველესად ყოვლისა სურს მოგილოცოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კიდევ ერთი სასაუთ მოქმედი ხატის შემობრძანება ჩვენს ტაძარში და ულოცავ თუ მხოლოდ ჩვენს მრევლს, არამედ თითოეულ თქვენთაგანს, რამე თუ ამ დღეს დაუჯდომელზე ღვთისმშობელ მარიამისა არაერთი მოვლენან ჩვენ ტაძარში სხვადასხვა სამრევლოები და ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ქრისტეს მიერ, რა თქმა უნდა და განყოფა არანაირი არ უნდა იყოს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დიდი ღვთისმეტყველი მამები, ღვთის სიტყვის, ანუ ძეგლთისას განკაცება და ადამიანის განხრობა, თეოზისი, ეს არის ყველაზე უფრო მთავარი საიდუმლოება ჩვენი სარწმუნოებისა და ღვთისმეტყველებისა. ეს საიდუმლოება ყოველდღიურად აღესრულება და აღესრულება იგი პირველ ყოვლისა ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, რომელიც ღვთისმდიდრებული პავლეს მოციქულის სწავლებით არის საიდუმლო სხეული ქრისტე მაცხოვრისა. და იმის ნიშნად, რომ ქრისტე მაცხოვარმა ხორცნი შეისხა და გარდა მოხდა ცილგამო ჩვენი საცხოვრებისათვის, თვით არქიტექტონიკაშიც კი გამოხატულია ეს მთავარი აზრი. კერძოდ ტაძრის გუმბათზე ყოველთვის იხატება ქრისტე ყოვლისამყრობელი პანტოკრატორი, ხოლო საკურთხეველში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარეშე ეს არ მომხდარა. როგორც არაერთი ღვთისმეტყველი მამა გვასწავლის, ღვთისმშობელმა მარიამმა სიყრმიდან, სიჩოიდგან, უფრო მეტიც ყოველივე შესწირა და მიუძღვანა თავის ღმერთს, თავისუფალი ნება, სიცოცხლე და ყოველივე და სიყრმიდან ასკეტი იყო მოგეხსენებად. და მან ამით დაგვაახლოვა ღმერთთან, ხოლო ღმერთი დაახლოვა ჩვენთან. ეს მის გარეშე არ მომხდარა. ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ საღვთო ისტორიას ამ წმინდა ხატის წარმომავლობისა და იმ დიდებაზე, რომელიც უხვად ახლავს დღესაც დღიდან მისი გამდიდებისა. ამასობაში მანამდე და მე-10 საუკუნეში პირველად გამოჩნდა ცნობები ამ ხატის შესახებ. ეს იყო ერთ-ერთი ხატთაგანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, კერძოდ წმინდა ათონის წაზე, რომელიც მოგეხსენება ღვთისმშობელ მარიამის მეორე წილხვედრი ქვეყანა არის ხარი. კარიასის სავანის მახლობლად, კარიასი დღეს ადმინისტრაციული ცენტრია და იქაც რა თქმა უნდა სავანი არის, სადაც დროდადრო ჟამათ ამა თუ იმ მოვლენასთან თუ ეკლესიურ საკითხთან დაკავშირებით 20-ვე სავანის წინამძღვრები იკრიბებიან, ბჭობენ ღვთის მადლით და გამოაქვთ ჯეროვანი დასკვნები განჩინებანი. აი სწორედ ამ კარიასის მახლობლად ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-10 საუკუნეში ორი პერმონაზონი. ერთი უფროსურად იყო მღვდელმონაზონი, ხოლო მისი სულიერი შვილი იყო წირმონაზონი. მათ ჰქონდა ჩვეულება, რომ როგორც ყველა მონასტერში იყო მიღებული, მთელი დღის განმავლობაში აღევლინებოდა წმინდა ლოცვები, გარკვეული კანონები სრულდებოდა, მათ შორის შუაღამიანის ლოცვები. და აი ერთხელაც, როდესაც მოახლოვდა წმინდა პასექის დღესასწაული, ლიტანიობა აღდგომისა, სულიერმა მამამ განიზრახა, რომ თანამონაწილე გამხდარიყო იმ ლიტურგიაში, კარიასის სავანეში, ხოლო სულიერ შვილს კი დაუტოვა ლოცვა კურთხევა, რომ ჯერ უნდა აღესრულებინა შუაღამიანის და სხვა კანონები და ყურადღება მიექცია კელიისათვის. არც თუ დიდი ხანი გასულა, რაც მონაზონი გაეშურა კარიასის მთავარი ტაძრისკენ თუ არ ვცდები ღვთისმშობელ მარიამის მიძინების სახელობისა იყო, ხოლო მორჩილი კი დარჩა კელიაში და მიმოსაქმობდა რა მორჩილებებიც მიიღო სულიერი მამისაგან. ამასობაში ვიღაცამ კარზე მოაკაკუნა, როგორც ჰქონდათ ბერებს ჩვეულება, ერთბაშად კარს უცხოს არ უღებდნენ, არამედ მასპინძელი ილოცებდა ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შემიცდალენ ჩვენ. თუ გარედან იტყოდნენ ამენ, ანუ ჭეშმარიტად, ესე იგი ისიც აღსარებელი შეექმნება ქრისტესი და მონანული თავისი სინანულისა, მხოლოდ მაშინ გაუღებდნენ კელის კარებს, თუ არა და კარს არ გაუღებდნენ. და როდეს რა კი მოესმა ამენი კარებთან მასპინძელ ვერს წირმონაზონს, მანაც გამოხდა კარები და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ბერი მოსდგომოდა შუაღამისას მის კელიას და ღამის თევას ითხოვდა. რა თქმა უნდა, ქრისტეს სიყვარულისთვის უარი არ უთქვამს წირმონაზონს, მიიპატვიდა სიხარულითაც კი, რომ მარტო არ იქნებოდა ლიტანიობა ღამეს
და როდესაც შუაღამიანმა მოაწია, სთხოვა რომ ამ კელიაში, ამ სავანეში იყო ჩვეულება შუაღამის ლოცვების აღვლენის, ამიტომ თუ სურვილი ჰქონდა მასთან ერთად დამდგარიყო ლოცვაზე. სიყვარული დაეთანხმა სტუმრად მოსული და ისინი შუაღამიანის გალობაში მასპინძელი ბერი იწყებს ერთ-ერთი ღვთისმშობლის ერთ-ერთი საგალობლის გალობას. უპატიოსნესა ქერაბინთასა და აღმატებით უზესაესა სერაბინთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა ხმოსა ღვთისმშობელსა გალობ გადებდნენ. აი ამ ლოცვას გალობდნენ ამ კელიაში, ამ სავანეში. მე მინდა ორი სიტყვით შეგახსენოთ წარმომავლობა ამ ლოცვისა. ეს ლოცვა დაგვიწერა წმინდა შორის მამამან ჩვენმა კოზმა მაიუმის ეპისკოპოსმა, რომელიც სულიერი ძმა და ძუძუმტე იყო ქრისტიანობის არისტოტელად სახელდებული დიდი მამისა ივანე დამასკელისა. მონების ბაზარზე იყიდა ივანე დამასკელის მამა, ჯერეც ყრმა, სავსებით პატარა კოზმა მოიყვანა სახლში, გააბანა, განწმინდა, შემოსა და ისევე ზრდიდა როგორც საკუთარ შვილს იოანეს. ჩინებული განათლება მის წარმომავლობით არისტოკრატი იყო მამა ივანე დამასკელისა და ამ დროს ხალიფატის მეფობა იყო იქ სირიაში, სადაც ცხოვრობდნენ ივანე და მამაი მისი და მერმე და მერმე ღვთის მადლითა და წყალობით კოზმა ეპისკოპოსიც კი შეიქმნა ქალაქ მაიუმისა. მაგრამ როდესაც მან დაგვიწერა, ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მან დაგვიწერა ჩინებული საგალობელი უპატიოსნესა ქერაბინთასა, ეს ძალიან პირობითად არის ნათქვამი. მან ეს საგალობელი დაწერა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებით, მისი შეგონებით, მისი კარნახით. და ერთ-ერთ გამოცხადებაში ლოცვის დროს, როცა გალობდა ამ საგალობელს, წმინდა კოზმას ღვთისმშობელი გამოეცხადა კვლავ ერთხელ და ამცნო. როდესაც ადამიანები დედამიწაზე, ჩემი ძისა და ღმერთის ეკლესიაში გალობენ ამ საგალობელს, ყველაზე ახლოს კაცთა მოდგმასთან სწორედ მაშინ ვარ. ამიტომ მოდი ჩვენ შევიყვაროთ ეს საგალობელი. ხოლო სტუმარმა ბერმა უთხრა, ჩვენ სავანეში ამასაც გალობენ, მაგრამ მანამდის გალობენ აი ამ საგალობელს. ღირსარს ჭეშმარიტად, რათა გადიდებენ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელი იქმენ, ყოვლად უბიწოდა დედად ღვთისა ჩვენისა. და ისეთი მელოდიურობით იგალობა და ისეთი საღვთისმეტყველო აზრები გამოშვიოდა ამ საგალობელიდან, რომ მოიხიბლა მასპინძელი მწირმონაზონი და გულით შესთხოვა, რომ დაეწერა მისთვის ეს საგალობელი. მაგრამ რამდენადაც მელანი და კალამი არ იშვებოდა მის კელიაში, მაშინ მოიღო ქვა უცნობმა ბერმა, მის ხელში ცვილივით შეიქმნა მყარი ქვა და თითით გამოსახა ის, რომ ასუები იძირებოდნენ ქვაში. ურბილესი გახდა და ამოკვეთა, ამოტვიფრა ეს ლოცვა ღირსარს ჭეშმარიტად და უბრძანა. ყველა ძმას გააცანი ეს საგალობელი და იგალობებ მთელი კაცთა მოდგმა უგალობდეს ღვთისმშობელ მარიამსა და მისგან ხორჩესხმულ ღმერთს ამ საგალობელს, რომელსაც დღეს ეწოდება ღირსარს ჭეშმარიტად. აი მადლობა ღმერთს, რომ ხატიც კი არსებობს ასეთი, რომელიც დღეს მოგზავნა ჩვენს მონასტერში, რამაც დიდი სიხარული მოგვინა, ფიქრობ ჩვენ ყველას. ალბათ კიდევ ბევრი მომლოცველი ეყოლება ამ ხატს. შემდეგ დაეკითხა მასპინძელი რა ერქვა სახელად ამ ბერს. მანაც უპასუხა, მე ვარ გაბრიელი. და ამ სიტყვებზე უჩინო შეიქმნა და საცნაურყო ბერმა და მთელმა სავანემ, როცა ამ ბერმა ამცნო გამოცხადების შესახებ, რომ ეს იყო მთავარანგელოზი გაბრიელი. გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელიც ღვთისბრძანებით დედის მუცლიდან და წინა საუკუნეში მდიდრე ყოფიერება შეიკრებოდა, რადგან ღმერთისთვის არც მომავალი არსებობს, არც წარსული, არამედ მარადიული აწვა, ყველაფერი დადგენილი იყო ღვთისმშობელ მარიამის ცველად, რომელზეც ნათქვამია წმინდა ღვთისმეტყველ მამათაგან, რომ ყველა ის წყალობა, რაც უხვად დააფრქვია ღმერთმა, არა მარტო აწმყოში, რაც მიიღეს ადამიანებმა, არამედ რაც მიიღო მანამდის კაცთა მოდმა, წინასწარმეტყველთა, პატრიარქთა, მართალთა და სხვათა სახით, რასაც მიიღებს კაცთა მოდმა მომავალშიც ქრისტეს დიდებით დაბრუნებდა, ყველა ეს წყალობა უკავშირდება ღვთისმშობელ მარიამს. აქ დიდი
სიბრძნეა. აქ განგებულება აქვს ისა, რომელშიც ჩვენ ცოდვილი ჩვენი მწირი გონებისა და ბოროტი გულის სიტყვებით შესვარო გულში ვერ გულისხმობ და ვერ გავიაზრებ, მაგრამ ისიც კი რაც გვესმის და რასაც ჩავსვით, იწვევს ჩვენში აღტაცებას და მადლიერებას ღვთისმშობელ მარიამის მიერ. როდესაც ლიტანიობიდან დაბრუნდა მოძღვარი ამ წირმონაზონისა და ამცნო რაც იხილა და აჩვენა ქვა, რომელსაც ადამიანური ძალით ვერ ამოტვიფრვავდი სიღრმეში ამ ლოცვას, მსგავსი სასაული მოხდა სხვადასხვა ლეონ დიდი პაპის დროს, მაშინ მართლმადიდებლები იყვნენ, ჯერ როდესაც მე-19 საუკუნეში დევნა დაიწყო წმინდა ხატებისა, სადაც ყველგან ანადგურებდნენ ხატებს, წვავდნენ, ფეხით დადიოდნენ, ასახლებდნენ წმინდა ხატების თაყვანისმცემლის დამცველებს, დაღავდნენ, თქვა თეოდორეს და მის მას და ასე შემდეგ და ასახლებდნენ და სიკვდილითაც კი ჟიდნენ. ლეონ პაპი, რომელსაც შეუპოვრობა ჰქონდა ღვთისაგან მოპოვებული, ღვთის მადლითა და ძალით პირიქით საჯაროდ ამოატვიფრინა ბრწამსი და გამოასაფრინა ხატები. და აქაც მოხდა სასწაული, რომ საჭრეთ როცა გამოგზავნა მწვალებელმა იმპერატორმა, რომ ამოეკვეთა წმინდა ხატების თაყვანისმცემის გამომხატველი სიმბოლო და ბრწამსის სიმბოლო, პირიქით მოხდა. საჭრეთელი სიღრმეში შედიოდა ვეებას სვეტზე გამოსახა ეს ყველაფერი ლეონ პაპმა და სიღრმეში შედიოდა და ვერაფრით ვერ შეძლეს, რომ წაეშალათ ეს გამოსახულება. აქაც ღვთის ძალი გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ისე როგორც მთავარანგელოზის შემთხვევაში. ამის შემდგომ ეს მოედო არა მარტო კარიასის სავანეს, არამედ 20-ვე სავანეს მისვლა კონსტანტინოპოლის პატრიარქის და იმდროინდელი იმპერატორის ყურს და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბრძანებით ეს ქვა ათონიდან გადასვენებულ იქნა კონსტანტინოპოლში, ხოლო თავად ხატი კი კარიასის თავარ ტაძარში, როგორც ვთქვი, ღვთისმშობელ მარიამის მიძინების ტაძარში გადაასვენეს. სხვა შორის 2004 წელს, როცა მომლოცველობით ვიყავი ჩემ სულიერ შვილებთან და მოძღვრებთან ერთად ათონის წმინდა ღვთისა, როდესაც ჩვენ კარიაში მივედით და მოვიკითხეთ, რა თქმა უნდა, ეს ხატი მიგვასწავეს, იმხანად იმ ტაძარში რესტავრაცია ტარდებოდა. ამიტომ ხატი საყოველთაო თაყვანისცემისათვის ეზოში იყო გამოსვენებელი, პატარა ნიში იყო საგანგებო დაშენებული. გამიგვირდა კიდეც რომ გითხრათ სიმართლე ამ ხელას სიწმინდე, ასე როგორ დატოვეს მეთქი აქ ამ ძვირმა მოვა რაღაცეთი მოვლენა იქნება ქარი თუ სხვა, მაგრამ მათ უკეთ უწყიათ. ყველივე იქაურმა მამებმა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ თაყვანი ვეცით, გადავიხადეთ პარაკლისი ღვთისმშობელ მარიამისა და ღირსარსის ვიგალობეთ, რა თქმა უნდა. რაკიღა ეს ხატი შემოგზავნა ჩვენთან, სურს რამოდენიმე წმინდა მამიდან ამოვიკითხოს შესხმა და საფრთხისმეტყველო სწავლება ღვთისმშობელ მარიამთან დაკავშირებით. პირველისა გაგაცნობდით წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის მოგონებას, დახასიათებას მისი ბუნებისა და თვისებებისა, თუ როგორი ჰქონდა იგი ღვთისმშობელ მარიამს. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი მოგეხსენება, ეს ის პატარა ბავშვია, რომელსაც ერთ-ერთი ქადაგების დროს ქრისტემ ხელი დაასხა და თქვა, ვინც არ იქნება როგორც ბავშვი, ანუ სუფთა გულის და წმინდა, ის შემთა სასუფეველში ვერ მოვა. როგორც მოგახსენეთ, გასულ ქადაგებაშიც ვახსენე, მოგვიანებით ეწამა კიდეც ღრმად მოხუცებული ამფითეატრში დაგლიჯეს ლომება, რომლებიც არ გლიჯდნენ და მხოლოდ მას მერე რაც აკურთხა, რომ დაეგლიჯა და ბრძანება აღესრულა, დაგლიჯეს და როგორც ამბობდა გულზე მე ოქროს ასვებით ამაქვს ამოტვიფრული ქრისტეს სახელი ვერავინ წამიშლისო, ერთ-ერთმა ჯალათმა მას მერე რაც ლომებმა დაგლიჯეს, წმინდა ეგნატეს სხეული გაუპო გული ხანჯლით და ხო ის საოცრება მართლაც გულზე ოქროს ასვებით ეწერა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და მართლაც ვერავინ ამოშალა ეს ასვები მისი გული და ამან ჯალათებიც მოაქცია და ამფითეატრში მყოფი ბევრი გასართობად მოსული წარმართი აქცია ქრისტიანად. მაშინ რას ამბობს წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ღვთისმშობელ მარიამის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უპირველესი ცნობა ღვთისმშობლის გარეკანობაში. ის როგორც ლუკა მახარებელმა დაგვიტოვა ღვთისმშობლის ჰაბიტუსი, იერი და გამომეტყველება როგორი იყო, როდესაც დახატა სამი ცნობილი ხატი. ვარაუდით, ერთ-ერთი ხატი არის წყალობელი. ამ ხატს სხვანაირად წყალობელიც ეწოდება. წყალობელის სამი სხვადასხვა რედაქცია არსებობს და ეკლესია მიიჩნევს, რომ ღირსარსის ერთ-ერთი რედაქცია ამ წმინდა ხატის, ანუ გამოძახილია ლუკა მახარებლის იმ უპირველესი ხატისა. ესევე თქვენ იცით, რომ ჩვენთანაც არის ლუკა მახარებლის ხელით დაწერილი ხატი, ეს არის წილკნის ღვთისმშობელი, რომელიც ესე იგი წმინდა მიწიდან ჩამოაბრძანეს ჩვენს მეფეს უბოძეს და
მირიან მეფესა და მის ძეს, ასევე საქართველოში იყო დიდი სიწმინდე ბაგის ფიცარი, ანუ იმ ბაგისა, რომელსაც ახლა ჩობილი ქრისტე მიაწვინეს. აი ამ ფიცარზე გამოხატა ლუკა მახარებელმა სწორედ წილკნის დღეს, როგორც ვეძახით, წილკნის ღვთისმშობელი და მადლობა უფალს, როგორც ღვთისმშობელ მარიამის კურთხევა თავისი პირველი წილხვედრი საქართველოს მიერ, იგი დღემდე გიეს საქართველოში და არა მარტო ეს სიწმინდები შეგახსენებთ, რომ აქ ჩვენთან იყო და არის და გარკვეულ დროდაშემამდე საიდუმლოდ არის დამარხული, ადრე კი ბეთლემის გამოქვაბულში იყო დაკრძალული ქრისტე მაცხოვრის აყვანი, ღვთისმშობლის ნაწნავი, აბრაამის უძელო კარავი და ოქროს ტაკუკი, რომელშიც ზეციური მანანი იყო, რომლითაც გამოყვება დორტვინ მეშამს სინას უდაბნოში უფალმა ღმერთმა მოსე წინასწარმეტყველი შვილისდებელის თხოვნითა და ლოცვით. მაშაი რას ამბობს წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ღვთისმშობელ მარიამზე. ჩვენთან ყველა მიცის, რომ მიწილ ქალწული დედაღვთისა აღსავსია მადლითა და ყველა სათნოებით. არა ზოგიერთი, არამედ ყველა სათნოებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მის სახელი მარიამ არის ანაგრამები უპირველესი და უმთავრესი სათნოებისა, როგორც არის რწმენა, მოწყალება, ლოცვა და ასე შემდეგ. ყვებიან, რომ დევნასა და ყველა უბედურებაში ყოველთვის მხიარული იყო და დევნა მას ჰქონდა პირველ ყოვლისა ქრისტე მაცხოვრის გამო თავისი ღვთაებრივი ყრმისა. ესე იგი დაწყებული ქრისტეს შობიდან ჰეროდ მეფეს გულისხმობ და გასვლებული ქრისტეს ჯვარცმით. და უფრო მეტი შემდგომად მიძინებისასაც კი დევნიდან ღვთისმშობელ მარიამს ალბათ გახსოვთ, როდესაც დამგზალავი პროცესია მიემართებოდა გეციმანის ბაღისკენ, სადაც მისი მშობელნი იყვნენ აკლდამაში დაკრძალული და დამწინდველი იოსები, ესე იგი ებრაელებს სურდათ, ესე იგი მოეტაცათ ღვთისმშობლის ყველა წმინდა სხეული და ცეცხლში დაეწვათ სიძულვილის ნიშნად. მაგრამ ღმერთმა ეგრეთ მოაწვა, რომ ნათლის ღრუბელი დაეშვა მოციქულებსა და პროცესიაზე, რომელიც მიასვენებენ ღვთისმშობლის ყოვლადწმინდა სხეულს, ფეხის ხმა, საგალობლები ესმოდათ იუდეველებს, რომელიც გაცოფებული იყვნენ სიძულვილისაგან, მაგრამ ვერ ხედავდნენ სად იყვნენ. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ღვთის მიშვებით ათონაიმ გააპო ეს ღრუბელი, შევიდა და ღვთისმშობლის სარეცელს და უნდოდა მისი ყოვლადწმინდა სხეული გადაეგდო სარეცელიდან, მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა ეს სიწმინდე კრეხელობა. უხილავმა ხელმა ანგელოზისა ორივე ხელი წარკვეთა და ჰაერში დაეკიდა ხელები. ამას მთელი ეს პროცესია ხედავდა. ესე იგი სინანულში ჩავარდა ათონაი ამ სასწაულს, დაემხო, ატირდა ღვთისმშობელ მარიამის წინაშე და შენდობას ევედრებოდა. წმინდა მოციქულებმა შეებრალათ რა ათონაი პეტრემ და იოანემ მუხლი მოედრიგეს ღვთისა და ღვთისმშობელ მარიამის ყოვლადწმინდა სხეულის წინაშე და შესთხოვეს მიეტევებინა და აღედგინა ხელები, რაც მეხსეულად აღსულა. ოღონ დარჩა პატარა ზოლი ნიშნად იმისა, რომ ნამდვილად ჰქონდა მოკვეთილი მას ხელები. ამის შემდეგ ათონაი შეუერთდა ამ პროცესიას და გახდა ერთ-ერთი თავგამოდებული მოწაფე ქრისტე მაცხოვრისა ჩვენსა და თაყვანისმცემელი მისი ყოვლადწმინდა დედისა. ისე რომ არ დაგლებია დევნა არ სიცოცხლეში, არც შემდგომად მიძინებისა, მაგრამ დევნასა და ყველა უბედურებაში ყოველთვის მხიარული იყო. არაჩვენებდა მოწყენილობას და გაჭირვებასა და სიღარიბეში განაწყენება არ იცოდა. მაწყინარებზე არ რისხდებოდა, არამედ კეთილსაც კი უყოფდა მათ, ესე იგი ბოროტებაზე სიკეთით პასუხობდა, როგორც მისი ძედა ღმერთი გვასწავლებს. შვიდი და კეთილ წარმატებისას მოწყალე გაჭირვებულთა მიმართა, ეხმარებოდა მათ, რაც და როგორც შეეძლო, დამრიგებელი იყო ღვთის მოსავალსა და ყველა კეთილ საქმეებში. განსაკუთრებულად უყვარდა თავმდაბალი. რატომ? იმიტომ, რომ თავად იგი იყო აფსილი თავმდაბლობით. და თქვენ იცით, რომ პირველი მიზეზიც, რომ ესე იგი ზესა დაკარგეს ზეციურმა ძალებმა, ანგელოზებმა, პირველ ყოვლისა ლუციფერი მყავს ხედველობაში, რომ 1/3 ანგელოვის მერვე აცდუნა, ამ პარტავნება იყო რაც ჩაიდინეს. ამ პარტავნება ადამიანში ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ყველაზე მეტად ზულს. არა ადამიანი ამ პარტავანი, რომელიც მოქცევის იმედის აქვს უფალს, არამედ ამ პარტავნება, როგორც ვაუმთავრესი ვნებიდან ერთ-ერთი პირველი ვნება, რომელსაც მე მოებმის პატივმოყვარეობა, დიდების მოყვარეობა, ვერცხლის მოყვარეობა და ასე შემდეგ. მრავალქებას უძღვნიან მას, ამბობს წმინდა ეგნატე, მისი მნახველები. ესე იგი შეგახსენებთ კიდევ ერთხელ
პავლე მოციქულის საყვარელი მოწაფის დიონისე არეოპაგელის წერილს, რომელიც თავის მოწყვეტს გაუგზავნა პავლეს მოციქულთა მწვერვალს, როდესაც მან პირველად იხილა ღვთისმშობელი მარიამი. აი ნახეთ რა უცნაური სიტყვები დაწერა. წმინდა მამამ, რომელსაც სიცოცხლეში თეოფანე ზეციური საიდუმლოები გაუმჟღავნა ღმერთმა, ზეციური იერარქია და ასე შემდეგ, ბევრი ტრაქტატი დაგვიწერა საამისოდ და მოსწერა ასეთი წერილი: ღვთივ გამბრძნობილ სიცოცხლეში 64-ში ატაცებულ პავლეს ღმერთშემოსილმა მამამ, ხოი პავლე, შენ რომ ჩემთვის ქრისტე მაცხოვარი არ გექადაგა ღმერთად, მე ასეთად ღვთისმშობელ მარიამს ესე იგი მივიჩნევდი, როგორი დიდი შთაბეჭდილება უნდა მიეღო, რომ ასეთი უჩვეულო სიტყვები გამოეთქვა ღმერთშემოსილ მამას. ჩვეულებისაბრ ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. საერთოდ ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები კრატილი და სხვები ამბობდნენ, დუმილი სიღრმის სურვილიაო. იმიტომ ვსდუმდა, რომ სისავსით ჰქონდა სათნოებათა და მადლისათვის რომ არის, მაგრამ ამას დიონისეც აღნიშნავს და მით თანამედროვენი, როდესაც ის ბაგიებს გააპობდა და რას ამბობდა და ამაოს არასდროს არ ამბობდა არაფერს. მხოლოდ ღვთისას ადამიანები თავდავიწყებაში ვარდებოდნენ ნეტარებისაგან. მისი არათუ სული სხეულის კი იყო გაშხენთილი ღვთის მადლით. აი ერთ-ერთი ბერძენი მამა, მე-14 საუკუნის ბერძენი მამა აბასილა ნიკოლოსი როგორც ამბობს, ყოვლა წმინდა სამების ანუ ჭეშმარიტი ღმერთის შემდეგ ასეთი ღმერთი არის ღვთისმშობელი მარიამი. რა თქმა უნდა, ღმერთია ბუნებით ხშირად გვითქვამს, ხოლო ღვთისმშობელი შეიქმნა ასეთ მადლით. და ეს მადლი მან უხვად მიიღო ღვთისაგან დედის მუცლიდგანვე და ესე იგი უხვად შეიძინა შემდგომად შობისა. და იმდენად წმინდა აღმოჩნდა, რომ თავად ერთმა სამებისაგანმა ზეღმრთისამ კეთილინება გარდამოსულიყო მის მიერ. ამიტომ უნდა უმადლობდეთ ღვთისმშობელ მარიამს, ამიტომ უნდა ვეთაყვანებოდეთ მას, როგორც შესავალში ვთქვით, მან დაგვიახლოვა ღმერთი და ადამიანი დაახლოვა ღმერთთან. და დღემდე გრძელდება უკვე რამდენი ათეული საუკუნეა ადამიანთა მოდგმის განხრთობის ისტორია. აი ახლა ხას ერთ-ერთმა ჩვენმა ნაცნობ ახლობელმა დიდი ხანი არ არის რაც გამეცნო, საბერძნეთში დაამთავრა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა ლევან ხატიაშვილი, ჩამოვიდა უკვე საქართველოში და სხვა, თარგმნა და გამოსცა არაჩვეულებრივი წიგნი გზა განხრთობისკენ. უამრავი წმინდა მამის და პირველ ყოვლისა გრიგოლ პალამას მიხედვით ჩამოყალიბებული არის აზრი, თუ როგორ ხდება განხრთობა ადამიანის და რა შემთხვევებია, როცა ადამიანი არ ადგას განხრთობის გზას და გამოწვლილვით არის ბევრი რამ აქ ნათქვამი, საცდელად 2-3 ეგზემპლარი მოვატანინე და მე ალბათ ბევრს მოვატანინე, იმიტომ რომ მე რეალს მინდა ვთქო, რომ სამაგიდე წიგნად იქცეს ეს წიგნი. იმდენად მნიშვნელოვანია და ყველაზე არცებითი და მთავარი რა არის ბოლოს და ბოლოს ქრისტიანში აკითხვით, ეგ არის განხრთობა ღმერთს დამსგავსება მადლით. მაშინ ღმერთი ღმერთია ბუნებით, ღვთისმშობელი მარიამი და ყველა წმინდანი შეიქმნენ ღმერთნი საფრთხო მადლით, რომელიც ქრისტეს ხსნელი ვნებებით მოგიპოვა. ერთ-ერთ ქადაგებაში თავად უფალი ამბობს, ციტატა მოაქვს წმინდა წერილიდან, კერძოდ ფსალმუნებიდან, ადამიანებს მიმართავს ღმერთი ხორჩი მოსული, სამე გეტყვი თქვენ, მაშა სადამე გეტყვი თქვენ, ღმერთები ხარ, ხოლო თქვენ ვითარცა კაცნი მოსდები, სხვაგვარად რომ ზაფრათავს ვითარცა პიუტყნი მოსდები. მხედველობაში აქვს რა ჩვენი უშჯულოებანი და ცოდვები. და აი კიდევ რას ამბობს ეგნატე ღმერთშემოსილი ღვთისმშობელ მარიამზე. მასე ნდობის ღირსი ადამიანები ყვებოდნენ, რომ მისი სიწმინდის გამოისობით მის გარეგნობაში ანგელოზური ბუნება ადამიანთან შეერთდა. სიცოცხლეში იყო ანგელოზური. მართლაც რა ხდება ამ წიგნშიც არის გადმოცემული, რომ დაცემული ანგელოზების რიცხვი უნდა შეავსონ წმინდანებმა. და მადლი საიდან მოსახმერდა ახთა ზეცად და წარმოსწევნა ტყვე და მოსთა ზეთა კასტასა. იგულისხმება ის ნიჭები, რომელიც ღმერთმა გაამპარტავნებულ ანგელოზ ლუციფერსა და დაბნელებულ ანგელოზებს აართვა, ძალაკი დაუტოვა და დიდი ძალა აქვს ეშმას. ეს მადლები წარმოსწევნა ზეციდან, ანუ ჩამოიტანა დედამიწაზე და მის ჭეშმარიტ მოწაფებს დააფრქვე პირველ ყოვლისა მხედველობაში გვაქვს სულთმოფენობა, რამაც განაბრუნო მოციქულები,
კვირას ვილაპარაკეთ იგავზე ტალანტის შესახებ, საკმაოდ გამოწვლილი წმინდა მამათა ამჯერად თავს აღარ შეგაწყე. მოდით ახლა მოვუსმინოთ ჩვენგან ნახსენებ იოანე დამასკელს, რომელიც როგორც გითხარით, რომელიც ზუზუნტე და სულიერი ძმა იყო წმინდა კოზმა მაიუმელი, როდესაც ღვთისმშობელი ეჩვენა და უთხრა უპატიოსნესის გალობაში კაცთა მოდგმასთან ყველაზე ახლოს ვარ. ხოლო წმინდა იოანე დამასკელს, როდესაც ხალიფა, რომლის მეგობარი იყო, რომლის პირველი ვეზირი იყო, ხატმებრძოლობა იყო, წმინდა ხატებს იცავდა, ხელი მოკვეთეს შესმენით ცილისწამებით და ღვთისმშობელმა გამოცხადებით აღუდგინა და ამის შემდეგ დაამზადებინა ხატი დააწერინა და ამ ხატზე რომელსაც ევედრებოდა დაამზადებინა მესამე ხელი ძვირფასი ლითონის და დააკრა. ამის შემდეგ გაჩნდა ხატი სამხელიანი ღვთისმშობელი, რომელიც ათონის წმინდა მთაზეა სეფთა მონასტერში, რომელიც ღვთის განგებით 10 საუკუნის შემდეგ ჩაიტანა იქ წმინდა მამამ, ესეცა სერბმა წმინდანმა, საბა სერბმა. ეგ სხვა ისტორია, სხვა დროს მოვყვებით, იმიტომ რომ ამ ხატის დაწერასაც ვაპირებთ სამხელიანი ღვთისმშობლის თუ ღმერთი ინებებს და ღვთისმშობელი მარიამი. მოკლედ, იქ კოზმას ღვთისმშობელი ეჩვენა ამ ცნო, ამ საგალობელში უპატიოს ყველაზე ახლოა ადამიანთან და იოანე დამასკელს კი როცა ხელი განუმრთელა, ხალიფამ მიხვდა თავის შეცდომას, პატიება ითხოვა და მეგობრობას ხო ორგულ მეგობართან დაბრუნება აღარ ინება, დატოვა თავისი არისტოკრატიული წარმომავლობა, სიმდიდრე, ყველაფერი აქვს თანამდებობა და გადავიდა ჯერ საბა განწმენდილის ლავრაში დაეყოდა და უდიდესი და ღმერთშემოცლილი მამა წმინდა მამათა შორის. ხოლო მას არა მარტო მაშინ გამოეცხადა ღვთისმშობელი, როცა ხელი აღუდგინა, არამედ მერმეც, როცა მონოსნობა დააპირა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეჩვენა და გადააყლაპა ეტრატები, რომელიც ჯერ ტკბილი იყო და შემდეგ დამწარდა, როცა სტომაქში ჩავიდა. ამით როგორც წმინდა მამები ხდიან, ღვთისმშობელმა მარიამმა ღვთისმეტყველებისა და ჰიმნოგრაფიის ნიჭი მიანიჭა. და როგორც შესავალში თქვით, იოანე დამასკელის ხსენებისას იგი იწოდება ქრისტიანობის არისტოტელად. არისტოტელი ფილოსოფოსთა შორის უდიდესი ფილოსოფოსია, ერთ-ერთი უპირველესი. მან მოახდინა პირველმა წმინდა იოანე დამასკელმა სისტემატიზაცია ქრისტიანული სწავლების, ამადაც იწოდება ამგვარად. და დავიწერა არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო, ზედმიწევრითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოების, რომელიც სახელმძღვანელოა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. აი მე მინდა ამ წიგნიდან სწორედ ერთ-ერთი ფრაგმენტი ამოგიკითხოთ, რომელიც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს, თუ რამდენად მაღალია იგი ღვთის თვალში. ცოტა რთული ტექსტია, იმიტომ რომ წმინდა საფთისმეტყველოა, მაგრამ გარკვეულ ცოდნას და შთაბეჭდილებას რა თქმა უნდა დაგვიტოვებს ძალისებრ. მარად ქალწული მარიამი ღვთისმშობელია. ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა შვაი იგი, რომელიც იყო რა ჭეშმარიტი ღმერთი, მისი საშოში მუცლადღების უშუალოდ წამისყოფაში, თავისი იპოსტასის ერთობაში ღმერთმა შეისწარა ადამიანური ბუნება და მეხსეულად მაშინვე განახლო. ისე რომ მისგან განკაცებისასაც იგი ძევთისა იყო და განკაცების შემდგომადაც უცვალებელად რჩება ერთ ღვთიურ პირად, სამების ერთ პირად, როგორადაც მუდამ არსებობდა თავის განკაცებამდე. მან უფალი იესო ქრისტეშვა ღვთისმშობელმა არა მისი ღვთაებით, არამედ კაცებით, რომელიც თუმცა მისი განკაცების წამისყოფიდან შეიქმნა განუყოფელი და მასში იპოსტასურადაა შეერთებული მის ღვთაებასთან. მისი განკაცებისთანავე გაფრთობილი იქნა მის მიერ კაცობრივი ბუნება და საკუთარი შეიქმნა კაცობრივი ბუნება მისი ღვთიური პირისთვის, ისე რომ მუცლადღებაც ქალწულ მარიამის საშოში ყოფნაც გარკვეული დროის განმავლობაში მიდგომილობისას მისგან შობაც ეკუთვნოდა საკუთრივ მის ღვთიურ პირს. მაშვა არა უბრალოდ ადამიანი ღვთისმშობელმა, არამედ ღმერთი ჭეშმარიტი, რომელმაც სისავსით მიიღო კაცობრივი ბუნება ყოველივე გარდა ცოდვისა. მაშვა ესე იგი არა უბრალოდ ადამიანი, არამედ ღმერთი ჭეშმარიტი და არა უბრალოდ ღმერთი, არამედ ღმერთი ხორცდაშინა, არა ზეციდან მოტანილი სხეული და გასული მასში ღვთისმშობელში როგორც არხში, არამედ მისგან ქალწულ მარიამისაგან ხორცთა მიმღებელი ერთ არსი ჩვენთან, რომელმაც სწორედ მასში მიიღო იპოსტასი. ენით გამოუთქმელი საიდუმლოება არის. მაგრამ ღმერთმა ეს მოიმოქმედა ჩვენისაც ცხოვრებისათვის, როდესაც მეტნაკლებად საკუთარი სულიერი ცოდნიდან, ღვთისმესტერებიდან თუ ღვთისმეტყველებიდან გამომდინარე ადამიანი წარმოდგენას იქმნის ღმერთზე, შეუძლებელია ასეთმა ადამიანმა, ესე იგი უღალატოს უფალს,
მას უკვე აღარაფერი აღარ უნდა. მას აი როგორც ძველ ჩინურ სიბრძნეშია ნათქვამი ფილოსოფიაში განდეგილზე მუზე მართალია ხორცი დედამიწაზე რჩება, მაგრამ სულით უკვე ზენარს მიახლებაო. ასეთები იყვნენ წმინდა და ღმერთშემოსილი მამები, რომლებიც ღვთის მორჩილებას აღასრულებდნენ. მას სულიერად, არსებითად ადამიანებში ცხოვრება, ადამიანურად ცხოვრება აღარ სურდა. მთელი არსებით მისწრაფებული იყო ღმერთისკენ და ზეციური სასუფევლისკენ, მაგრამ ღმერთი თავისი განგებულებად გვიტოვებდა და გვიტოვებს დღესაც თავის რჩეულებს, რომ მათ მიერ გაგვამდიდროს ჩვენ სარწმუნოებაში, რათა ცოცხალი მაგალითები იყვნენ, ალამი იყვნენ ჩვენი სარწმუნოებისა. იმიტომ რა დასამალია, ყოველი კაცი სურდა ამაოვა. ხშირად როცა ვერ ვხედათ, ვერ შევიგრძნოთ, ნაკლებად ვწამს ასულად მერყეობა გვეძალება სარწმუნოებაში. იმიტომ რომ ამიტომაც ამბობს მაგალითად ერთ-ერთი ამ დიდი წმინდანთაგან პავლე მოციქული თავის სულიერ შვილებს მიმართავ. მობაძავ ჩემ და იყავით მე მომბაძეთო, ვითარცა მე ვბაძავ ქრისტეს. საერთოდ ადამიანის ცხოვრება ეს არის ქრისტეს მიბაძველობა, ღმერთთან დამსგავსების საიდუმლოება. აი რას ამბობს ჩვენ გახსენებული წმინდა მამა გრიგოლ პალამა ღვთისმშობელ მარიამს, თუ ვინ არის იგი, როგორ უნდა ვიცოდეთ. ქალწულ დედა წარმოადგენს თითქოს და ერთადერთ ზღვარს შექმნილსა და შეუქმნელ ღვთიურ ბუნებას შორის. და ყველა მჭვრეტელი ღვთისა შეიცნობენ მასაც, ანუ ღვთის დედას, როგორც ადგილს დაუტევნელისა. ეს არის ადგილი, რომელსაც დაუტევნელი დაიტია, თვით ანგელოსათვის მიუძღვნელი სახით. და ყველა მაქებარი ღვთისა ღვთის შემდეგ მასაც უგალობენ. იგი მიზეზია მანამდე ყოფილი კურთხევებისა და ნიჭებისა კაცთან მოდგმასა და ძველ აღთქმაში ჯერ კიდევ და მიმნიჭებელი აწინდელთაცა და შუამდგომელი საუკუნეთა, ანუ დაუსრულებელად, არადუ მხოლოდ დედამიწაზე, არამედ ზეცაშიც, იმიტომ რომ ადამიანთა და ანგელოსთა სრულყოფილება არ ჩერდება ერთ საფეხურზე, რასაც მიაღწიეს, ვინ დედამიწაზე, ვინ სათავეში, იმიტომ რომ ანგელოზებსაც ჰქონდათ გამოსცა, ვიდრე ადამ და ევა ჩვენი პიროვშობლები გამოისთებოდნენ, მანამდე ეს გამოსცა ჰქონდათ ანგელოზებს ზეცაში. ერთი მესამედით ლუციფერის წინამძღოლობით დაეცა, ორმამესად სიყვარული და ჭეშმარიტება შეინარჩუნა. და ესე იგი აღძვრელი ღვთის ერთგულებისთვის პირველისა იყვნენ მთავარანგელოზები, მერმე და სისანგელოზები იყვნენ. უწინ მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი და ამ დიდი სიყვარულისა და მოშურნეობისთვის ღმერთმა დაადგინა ზესთა ყოველთა ანგელოზთაგან მიქაელი და გაბრიელი. ზემდგომი ანგელოზები შეიქმნენ. მაგრამ ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ესე იგი ანგელოზები ნათდებიან ღვთისმშობელ მარიამზე. ისეთი დიდი ნათელი აქვს და მადლი, რომ ანგელოზები, რომლებიც მეორე ნათლად იწოდებიან პირველი ნათლის ყოვლადწმინდა სამება ღმერთის შემდგომ, ნათდებიან ღვთისმშობელ. რა მადლი უნდა იყოს ღვთისმშობელ მარიამში, გასაოცარი რამეა. იქაც არ ჩერდება სულიერი სრულყოფილება წმინდა ადამიანების და ანგელოზების, არამედ ისინი დაუსრულებელად ესწრაფიან ამ განათების წყაროს, ყოვლადწმინდა სამებას. ამიტომ მათი სრულყოფილებას უკუნითი უკუნისამდე მატულობს და მატულობს, როდემდე დაუსრულებად. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი არის გარეშე უწერელი, ამოუწურავი. რამდენადაც და რამდენი ხნითაც, თუნდაც საუკუნე თუ კუნისამდე არ უნდა ელტოდნენ ანგელოზები და ადამიანები ღმერთს, საბოლოოდ ვერასდროს დაუახლოვდებიან. ეს არის მათთვის მიუწვდომელი. მაგრამ თვითონ პროცესი ადამიანურად ღვთისაკენ სწრაფვისა, როგორც ანგელოზთა ესეთ ადამიანების, ეს არის ნეტარების, სიხარულის, ყოველივე კეთილის შემატების წყარო. ბუნებაში ჩადო იმანენტურად, შინაგანად, ღმერთმა შემოქმედმა ანგელოში და ადამიანო განუწყვეტლივ ესწრაფოდნენ მას. მასში იგია ყველა კურთხევისა წყალობის მიზეზი, ღვთისმშობელი მარიამი. იგია, ნახეთ როგორ ამბობს ეს დიდი მამა, დიდი ღვთისმეტყველი, იგია ღვთისმშობელი საძირკველი წინასწარმეტყველთა, დასაბამი მოციქულთა, სიმტკიცე მოწამეთა, ფუნდამენტი მასწავლებელთა ეკლესიისათა. იგია დიდება ქვეყანასა და მყოფთა, ანუ წმინდა ადამიანების, იგია სიხარული ზეცათაშინა მყოფთა, ანუ ანგელოსსა და წმინდათა კაცთა, სამყაული ყოველი საქმნილებისა, უპირველესი სამყაული, როგორც ღვთისმეტყველი ამბობს. იგია დასაბამი წყაროსთვალი და
ძირი ზეცათა შინა ჩვენთვის გამზადებულთა სასუებათა, რომელსაც ეგრეთ ღირს ვიქმნეთ მიღებად მისი ჩვენზე და ლოცვებითა სადიდებელად უწინარეს საუკუნეთა მამისაგან და უკანასკნელსა ჟამსა მისგან ანუ ღვთისმშობლისაგან ხორჩესხმულისა იესო ქრისტესა უფლისა ჩვენისა რომლისას დიდება პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უკუნითი გულისამდე ამენ